არასამთავრობოების პროტესტი გლდანის ციხეში პატიმრების თემასთან დაკავშირებით 13 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი სასჯელ ასრულების სამინისტროსთან შეიკრიბა. სამოქალაქო სექტორის წევრებმა უწყების ხელმძღვანელის სახელზე ერთობლივი პეტიცია შეიმუშავეს. ბექა მჭედლიშვილი განაგრძობს ამ თემაზე საუბარს პირდაპირ ეთერში. ბექა, კონკრეტულად რა მოთხოვნები აქვთ არასამთავრობოებს, რა წერია პეტიციაში? არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ სწრაფად მოხდეს ორი პატიმრის ცემის ფაქტზე დამნაშავეების დადგენა, მოხდეს საქმის ობიექტური გამოძიება და ასევე დამნაშავეების დაშლა. სწორედ ამიტომ დღეს 13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი პეტიცია შეიმუშავეს, რომელსაც ხელი მოაწერეს ასევე ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და ის სასჯელ ასრულების სამინისტროში შემოიტანეს. მე შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ორი პატიმრის თემას, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა გზანის ნომერ მერვე დაწესებულებაში ნაცემები იპოვეს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ დროულად და დაუყოვნებლივ იქნეს გამოძიებული ციხეში არსებული ზეწოლა პატიმრებზე, მათი წამება და ასე ვთქვათ, ეს ფაქტებიც უკვე დაადასტურა სახალხო დამცველმა და მოვითხოვთ, რომ შესაბამისმა ორგანოებმა, საქართველოს პროკურატურამ, სამინისტრომ დაიწყოს დროული გამოძიება ამ ფაქტებთან დაკავშირებით. ეს არ არის პეტიცია, მხოლოდ პეტიციისათვის, თუ ამას არ მოყვება შესაბამისი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან, ჩვენ ხვალ ვიქნებით უფრო ორგანიზებულები, მივცემთ უფრო მასშტაბურ ხასიათს, ვიქნებით ასეულობით, ათასეულობით, რათა დავიცვათ პატიმრების უფლებები, რომელთა უფლებების დაცვას დღეს ვერ ახერხებს სახელმწიფო ელემენტარულად იმისათვის, რომ ადამიანები, პატიმრები არ იყვნენ მიდმულები ჯაჭვებით, როგორც ცხოველები ისე. სწრაფად უნდა ჩატარდეს გამოძიება და რეაგირება უნდა მოხდეს ხელისუფლების მხრიდან. უპირველეს ყოვლისა ეს უნდა გააკეთოს საერთაშორისო სამინისტრომ და საქართველოს პროკურატურამ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გეგმავთ პერმანენტულ აქციებს და მოუწოდოთ ხელისუფლებას, რომ ადამიანის უფლებები დაიცვან ძირეულად. პატიმრების თემის ფაქტზე დღეს კიდევ ერთი განცხადება გააკეთა სასჯელ ასრულების მინისტრის მოადგილემ კახი კახიშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ სამინისტრო მიიღო გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები არ გამოიძიებენ ამ საქმეს, სწორედ ამიტომ მიმართა უკვე უწყებამ პროკურატურას, რომ დაიწყოს პატიმრების თემის ფაქტზე გამოძიება. კახი კახიშვილის განმარტებით ეს მოხდა იმიტომ, რომ მოსახლეობაში ზედმეტი კითხვები აღარ იყოს. მიუხედავად იმისა, რომ კანონი გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ ეს საქმე გამოგვეძიებინა ამ სამინისტროში, მაგრამ ისიც გავითვალისწინეთ, რომ საზოგადოებას დარჩებოდა კითხვები შიდა უწყებაში საქმესთან დაკავშირებით, ეს საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით გადავაგზავნეთ საქართველოს პროკურატურაში. ჩვენი პრიორიტეტი სამინისტროს ხელმძღვანელობის და როგორც გუშინ აღვნიშნე, მინისტრი პირადად აკონტროლებს ამ საკითხის შესწავლას, არის ადამიანის უფლებების დაცვა. 13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლებიც აქ იმყოფებოდნენ ცოტა ხნის წინ უკვე დატოვეს ტერიტორია, ისინი აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და სწრაფი გამოძიება არ ჩატარდება, მაშინ მასშტაბურ საპროტესტო აქციებს გამართავენ. ეს ბექა მჭედლიშვილი იყო, მადლობა ბექა.